პირველ ყოვლისა ხაზგასმით ვამბობ, რომ მივესალმები ოპოზიციური პარტიების ალიანსს, ოპოზიციის ალიანსი, ასე ჰქვია და თავიდან ბოლომდე ვუჭერ მხარს. მე მგონია, რომ ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო ცხადია, მაგრამ ობიექტური მიზეზები არსებობდა, რატომაც არ გაკეთდა და ახლა სრულად ახალ სტადიაზე გადავდივართ. მე მგონია, რომ ეს ქართული საზოგადოებისათვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დასავლეთისათვის არის ნათელი დემონსტრირება, ნათელი ილუსტრირება იმისა, რომ არსებობს დე ფაქტო ხელისუფლების რეალური ალტერნატივა, რომელიც ძირითად თამაშის ძირითად ან პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე თანხდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მე მივესალმები ამ ალიანს, ოპოზიციის ალიანსი აკი გითხარით, ასე ჰქვია. მე ცხადია, ყველა პუნქტს ხუთგვერდიანი დოკუმენტია, რამდენადაც ვიცი, კი არა, ხედავ, ვერ ჩავიკითხავ, მაგრამ ყველა თუ არა ბევრ მუხლს დეტალურად გავარჩევ და ჩემს პოზიციას მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური ალიანსის, ოპოზიციის ალიანსის სუბიექტები. სტრატეგიული მიზანი, ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენა აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მე ვეთანხმები ამ პრინციპს და ამ მთავარ მიზანს. პირველივე პუნქტის, პირველივე აბზაცში, პირველივე სათაური არის ეს და სახელწოდება და მერე უკვე ჩაშლილია. დიახ, ჩვენ და ოპოზიციური პარტიები არ იბრძვიან მხოლოდ ძალაუფლებისათვის, ან თუ გრებავთ ვიტყვი ასე, ძალაუფლებისათვის იბრძვიან, მაგრამ უპირველესი მიზანი არის ეროვნული დამოუკიდებლობა. ეროვნული დამოუკიდებლობა საფრთხეშია ბიზინა ივანიშვილის პირობებში და სახელმწიფო საფრთხეშია. სტრატეგიული მიზანი არის ეს და სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე როცა ამახვილებენ ყურადღებას ეს პოლიტიკური სუბიექტები, მე ვხედავ, მე ვგრძნობ, მე ვაფასებ ასე, რომ მათ ერთგვარად ან გარკვეულწილად, ან მნიშვნელოვანწილად გადადეს, ან მეორე პლანზე გადადეს, უმნიშვნელო არა, მნიშვნელოვანი ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ სწორად განსაზღვრეს სტრატეგიული მიზანი. სახელმწიფო არის საფრთხის ქვეშ ბიზინა ივანიშვილის პირობებში ყველა სახელმწიფო ქართული ოცნების მომხრეთა რიგით მომხრეებს გულისხმობ ცხადია, მათი სახელმწიფოც კი თუ გასიგრძე გადებული აქვთ, რამდენად სერიოზული საფრთხეების წინაშე არის აღმოჩენილი ჩვენი ყველას ერთი საერთო სახელმწიფო. ხა, უკვე შემდგომი წინადადება არის ამგვარი, ჩვენი ოპოზიციის ალიანსის მიზანია ბიზინა ივანიშვილის ქართული ოცნების ავტოკრატული სწორია, კრიმინალური კიდევ უფრო სწორია და არანაკლებ სწორია, რეჟიმის მშვიდობიანი ესეც უსწორესი წინადადებაა. დიახ, თუ ვინმეს ჰგონია, ან ეგონა, ან ესე უნდა რომ წარმოაჩინოს, რომ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს, არა, რასაკვირველია, მშვიდობიანი დემონტაჟი და საქართველოს სუვერენიტეტის და ზმნა არის უსაინტერესო ესი, უკვე შემდგომ რომელიც მოხდება ამ წინადადებას გადარჩენა, დასავლეთისგან იზოლაციის დასრულების და დემოკრატიული მართლობის დამყარების გზით. დასავლეთი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გარანტია, ბიზინა ივანიშვილმა განა ვერ, არამედ არ, ან თუნდაც განა არ, არამედ ვერ გაიგო ეს ყველაფერი არის რა. რუსეთის წარმომადგენელი ის მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს იზოლაციას, დასავლეთისაგან გამოყოფას და გარკვეულწილადზე მეტად ამას ახერხებს კიდეც ოპოზიციის ერთობა, ოპოზიციის ალიანსი, ერთობას აღარ დავარქვით თქვენის დებატით. ალიანსი აბსოლუტურად სწორად აფასებს. მე ახლა არ მინდა ყველა პუნქტს ჩავყვე, იმიტომ რომ ასე რომ გავჩერდი ყველა მუხლზე, ყველა აბზაცზე, მართლა რაღაც 68 წუთიანი, ანუ საათი და 8 წუთიანი ვიდეო ბლოგი გამოგვივა და არ შეჩერდებით, არ გამიჩერდებით, ამიტომ თქვენის დებატით რაღაცებს გადავახტები ხოლმე, მაგრამ აი ეს რომ არ აღმენიშნა, ეს იქნებოდა არა სწორი. ჩვენ საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სასიცოცხლო ბრძოლა, ვეთანხმები, რეჟიმის ცვლილების გარეშე დავკარგავთ ეროვნულ დამოუკიდებლობას. ეს რომ არ მეთქვა, ეს რომ არ აღმენიშნა, მათ რაც აღნიშნეს, არ ვიქნებოდი მართალი თქვენს წინაშე და ამ პოლიტიკური პარტიების წინაშე ჩემს სიმართლეს კი არა აქვს, ჩემს მართლობას წყალებში, საკუთარ არასწორი სიტყვა კი არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ამით ვადასტურებ, რომ მივესალმები ამ ყველაფერს. გაღრმავდება რუსული ქაოსი, ესეც სწორი, უსამართლობა, განუკითხაობა, კორუფცია, სიღატაკე, უსაფრთხოების რისკები ხო მოიმატებს და მოიმატებს. ამ ბრძოლის მოგების სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენი ეროვნული დემოკრატიული ძალების კოორდინაცია. ძალიან საინტერესოა ჩემი დაკვირვებით, რომ სულ მუდმივად და სხვაგანაც ალიანსი, ოპოზიციის ალიანსი ხაზს უსვამს, რომ ეს არის ეროვნული ძალები და ეს არის დემოკრატიული ძალები. მე
ამასაც თავიდან ბოლომდე მივესალმები. უსამართლობა განუხვაბოდიში დემოკრატიული ძალების კოორდინაცია, რადგან ასე მივახცევთ ქართული საზოგადოების ერთობას სტრატეგიული მიზნის გარშემო, რასაც ქართული სახელმწიფოს გადარჩენა ჰქვია, რაც ქართული სახელმწიფოს გადარჩენაა, ზუსტი ციტატა თუ გაინტერესებს. სტრატეგიული პრინციპი, რეჟიმის ცვლილება კრიტიკული უმრავლესობის სასიცოცხლო ინტერესია. ეს უკვე არის კრიტიკული უმრავლესობის სასიცოცხლო ინტერესი, უბრალოდ ძალაუფლება შენარჩუნებული აქვს ბიზნა ივანიშვილს, რაც საკვირველია ძალმომრეობით, მათ შორის მაღალი ალბათობით ქიმიური იარაღის გამოყენებით, თავისი გედედეებით, ძალოვანი უწყებებით პროპაგანდით, რომელსაც კიბოდი შებრძოლისთვის და დაერხა, არ ერხევა და სტრატეგიული პრინციპის ალბათ სწორად ჩაწერილია, სწორებუხლია. ავტოკრატიული რეჟიმი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი, დიახ, ჩვეულებრივი უმრავლესობა არ ყოფნის, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ერთ-ერთი აყალბებს ბიზნა ივანიშვილი, მეორე მას აქვს ძალაუფლების ბერკეტები დამონებულ ადამიანთა გამოყენების რესურსი. აქედან გამომდინარე სიტყვები უდიდესი უმრავლესობა დაინახავს, რომ არსებობს ძლიერი პასუხისმგებლობიანი დემოკრატიული ალტერნატივა. მე თავშივე აღვნიშნე, რომ ეს გაკეთებული არის როგორც შიდა აუდიტორიისთვის, ამომრჩევლისათვის ეს ალიანსი და დაკვეთაო სწორედ ბრძანების ალიანსის უფლებრივი ყველა სუბიექტი და ეს დეკლარაციაც ამ დეკლარაციაში სწორედ არის აღნიშნული საზოგადოების დაკვეთაო, მაგრამ ასევე დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დასავლეთიდან სულ მუდმივად გვსაყვედურობდნენ თუ მართებული სიტყვა, გვეუბნებოდნენ, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, რომ ალტერნატივა უნდა დაგვენახოთ და აი ალტერნატივა ეს არის ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს პოლიტიკური რომელიმე სუბიექტი, ეგრამ ამის პასუხია 9 სუბიექტისაგან არის შემდგარი, მაგრამ ესენი გაერთიანდნენ არა, ესენი ერთ ალიანსში შედიან, ერთი ალიანსი კეთდება, მიუხედავად იმისა, ზოგი კარგია, ზოგი ცუდია, ზოგი უარესია, ზოგი უკეთესია, იდეალური არც ერთი არ არის, მაგრამ ეს არის რაც არის. 21 საუკუნის 20-იანი წლების შუა პერიოდში 25-26 წელს ეს პოლიტიკური სპექტრი გვყავს, გასაგებია, რომ არ გვყავს უკეთესი სამწუხაროდ, მაგრამ ეს აკვრავს, რაც აკვრავს, ეგრეთ წულს დაუდებდით ყოველთვის. მე-19 საუკუნეში ან მე-20 საუკუნეში თქვენ გონიათ საკრიტიკო არ იყო, მაგალითად პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რომელიმე ფრთა, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი, რა საკვირველია იყო, მაგრამ ის იყო რაც იყო, მოდი ვიტყვი ასე. და დემოკრატიული ალტერნატივა ვართო, ამას ამბობენ. ავტოკრატიული რეჟიმი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი, კიდევ ერთხელ, უმრავლესობა ირწმუნებს, რომ მშვიდობიან სახალხო პროტესტს ალტერნატივა არ გააჩნია. ხო, მე ამ პროტესტს არ ჩამწერდი ხა თუ ოდნავი კრიტიკა არის აუცილებელი, რეჟიმის შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მშვიდობიან სახალხო პროტესტზე გამოვა მოსახლეობის დიდი ან კრიტიკული უმრავლესობა. მოდი ვიტყვი ასეთ ფორმულირებას გავაკეთებდი, მაგრამ ახლა არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც გავაკრიტიკო ოპოზიციის ალიანსი და წინააღმდეგობაში ჩაერთვება, ამას კი ბრძანებენ, გულახდილად გეტყვით და ამიტომ ხელები ამიწევია, სწორი ბრძანებაა ესეც. ეროვნული დემოკრატიული ოპოზიციის მთავარი მისია, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ცვლილებაში საკუთარი სასიცოცხლო ინტერესი დაინახოს უმრავლესობამ და დავარწმუნოთ, რომ მოქმედება აუცილებელია. ასეა. გადავახტებით თქვენის ნებართვით რამდენიმე აბზაცს, ამ ხელთ ივანიშვილის რეპრესიულ და კორუფციულ მანქანას სწორი ბრძანება, დავუპირისპირდებით რეჟიმის პროპაგანდას საზოგადოების დარწმუნებით. ესეც სწორი ბრძანებაა. მე ყოველთვის არ ხშირად ვამბობდი ხოლმე, რომ ხო აი სირა არ მივაქციოთ ამას ყურადღება, არა, ყველაფერს არ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რასაც გვთავაზობს ივანიშვილი და ივანიშვილის პროპაგანდა, როგორც ცდილობს ჩვენთვის გზის აბნევას, გზააბნევას ჩვენსაც და ასე შემდეგ და ყოველ შემთხვევაში მაგალითად ომი გინდათ, ხო, აბა ომი გინდათ, რაღაც მეორე ფრონტი, მესამე ფრონტი, დიპ სტეიტი და გლობალური ომის პარტია, ამას უნდა ჩემი აზრით დავუპირისპირდეთ. ინტენსიურად ვისაუბრებთ როგორც რეჟიმის ცვლილების ერთობლივ სტრატეგიაზე, ისე რეჟიმის ცვლილების შემდეგ, ეს ჩემი მოსაზრებით ეს ძალიან კარგი მუხლია, ძალიან კარგი რემარკაა. შემდეგ ცვლილების შემდგომ ყისიერად გადასადგმელ შეთანხმებულ ნაბიჯებზე. დიახ, რას თავაზობ ალტერნატივას შენ ალიანსო. ალიანსის ამ სუბიექტს მიმართავ, იმ სუბიექტს, კიდე მესამეს, მეოთხეს, მერვეს, მეცხრეს და ასე შემდეგ. რას თავაზობ ამ მიმართულებით უკვე შემდგომ ჩაშლილიც არის თორცდები ჯანდაცვასაც შესაძლოა არა, მაგრამ მაინც უსაფრთხოებას ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ახსენებს ალიანსი ამ დეკლარაციაში.
რაც თავაზობ, აი ესენი კი მეუბნებიან, რომ აი რაღაც კარი გაიაფდება კვერცხი და შენ რაც თავაზობ სოციალურ პაკეტებში მაგალითად, ამაზეც სტრატეგია შესამუშავებელია. ხო, სტრატეგიული დოკუმენტი ერთია, სწორედ ვამბობ, მართლად ვამბობ, მაგრამ სტრატეგიები იმ რგვალ მაგიდებზე, სადაც დასხდებიან ეს ლიდერები, ჩამოსაყალიბებელია პოლიტიკები, მოდი პოლიტიკა ამა თუ იმ მიმართულებით და კვლავ ვიმეორებ, ხელები ამიწევია მართალი ბრძანება. გადავახტი კიდევ კონტრასტზე საუბრობენ და სწორია, კონტრასტი უნდა წარმოვაჩინოთო, კონტრასტის ცხადად წარმოსაჩინოთ. დემოკრატიული ოპოზიცია საზოგადოებას დავარწმუნებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესებს ვემსახურებით. პერფექტ. მხოლოდ ასე შევძლებთ მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობაში რწმენის გაჩენას. რწმენა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთია ცოდნა და მეორეა რწმენაზე დაფუძნებული ცოდნა. არ გადამაგდოთ ახლა, არ გადავარდები ახლა თქვენის ნებართვით თეოლოგიურ საკითხებში. ხო, რწმენაზე დაფუძნებული ცოდნა ან ცოდნაზე დაფუძნებული რწმენა ინფორმაციაზე, მოდით უდევოთ ასე ვთქვი, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, ვესალმები. კარგით, გადავახტით ისევ სწორედ ამიტომ პარტიების დემოკრატიულობა სტრატეგიული აუცილებლობა და არა მხოლოდ მორალური არჩევანი. მეთანხმები, არა მხოლოდ მორალური არჩევანი, თუმცა ასე უგულებელ ყოფა კი არა, მეორე პლანზე გადასროლა მორალიცა როგორც ასეთისა ჩვენს დროებაში, მაინც რაღაც ცოტა მეხამუშა, მაგრამ ეგ არაფერი ხომ მე შეიძლება მე მეხამუშოს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია რომ სწორად მიდიან მიდის 9 პოლიტიკური სუბიექტი. ეგრამ მაგის პასუხია ვისურვებდი რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, მაგრამ მეორე მხრივ რო ვფიქრდები განავინ შეუერთდნენ. ეხლა რომ თუ მკითხავთ გახარია უნდა შეუერთდეს თუ არა? მე რომ მკითხოთ, გახარია არ უნდა შეუერთდეს. თუ მკითხავთ იაგო ხვიჩიას გირჩი უნდა შეუერთდეს თუ არა? იაგო ხვიჩიას გირჩს მე აქ ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ. სხვა პოლიტიკური სუბიექტი ვინ მახსენდება და მახსენდება ცხადია ლელო ძლიერი საქართველო, რომელიც მომიტევოს მამუკა ხაზარაძემას და ბადრი ჯაფარიძემას ყდობის პროცესია და თუ ისინი მოინდომებენ, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში შესაძლოა ვწდები, რომ დაუბრუნდნენ ამ რგვალ მაგიდას on board იყვნენ, ხო, ანუ იყვნენ ამ 9 ალიანსის 9 სუბიექტთა შორის, ანუ მე-10 სუბიექტ, მე მგონი რომ მათთვის კარი იქნება ღია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიების უმრავლესობის აზრით ლელომ დაუშვა შეცდომა, როცა მიიღო მონაწილეობა ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ მე ვისურვებდი რომ იყოს, მაგრამ ეგოები ჩასაცხრობია. მე ამ შემთხვევაში ლელოს არ გულისხმობ. ზოგადად ყველასი ეგოები დასაბალანსებელია. არა ეგოისტური, არა ეგოზე დაფუძნებული პოლიტიკისამე არ მწამს. ეგოისტური არასოდეს სიტყვა იყო რა წამწდა, მაგრამ ცოტა დასაბალანსებელია ასევე ფორმები. ამას ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გადავალთ რაღაცა არ მახსოვს მუხს ქვემუხს რა ქვია, ერთ-ერთ ქვემუხზე ხო, ეთიკის თუ არ ვწდები, თუ ქსევის კოდექსზე თუ არ ვწდები ასე ქვია ხო, სწორედ იქ არის ეს ფაქიზი გზა გასავლელი და იმ ქსევის კოდექსის შესრულება ზედმიწევნად კარგად შესრულება აუცილებელი. მოცემული შეთანხმება არ გულისხმობს სრულ იდეოლოგიურ თანხმობას, აქაც ვეთანხმები ყველას, ან პარტიათა შერწყმას ვეთანხმები, ან რომელიმე პარტიის, ან ლიდერის გარშემო. კარგია ეს. ლიდერის გარშემო დაჯგუფებას არ გულისხმობს. აქ პრინციპი დაახლოებით ხვდები ვინ არის ამის ერთი ან რამდენიმე ავტორი ამ აბზაცის, ამ რემარკისა, მაგრამ არა აქ ხა ამას მნიშვნელობა, დიახ, ლიდერი მიხეილ სააკაშვილის გარშემო არ ერთიანდება. პოლიტიკური სუბიექტები და პრინციპულად, კატეგორიულად ვემიჯნები და ვეწინააღმდეგები იმ მოსაზრებას, რომ ეს არის ნაცების ერთობა, მინიმუმ 2 პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და თავისუფლების მოედანი არ არიან ნაცებთან იდენტიფიცირებულები, მაგრამ წარსულში სურობ 9 ყოფილიყო ნაცი, პირდაპირ მნიშვნელობით ნაცი, ან ნაცებიდან წამოსული ყოფილიყო ყველა სხვა პარტია, რომელიც საიდან 7 ხო, 6 თუ 7 მართლაც წამოსულია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ნაცების ერთობა, ხაზგასმით ვამბობ ამას ყველასთვის. იმიტომ რომ ეგრე ყველა ნაცები ვართ. ყველა ოდესღაც ვუჭერდით მხარს მიხეილ სააკაშვილს 2003-ში, 2004-ში, 2005-ში, 2008-შიც ბევრს მიუწია ხმა ონიანის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილისთვის და ასე შემდეგ. ამ პარტიებმა და ამ პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარი იდენტობა გამოჩორკნეს ამ წლების განმავლობაში, 2026 წელია. მიშა სააკაშვილი მართლა 2012-2013 წლებში წავიდა. იმის შემდეგ ბევრმა შეცდომაც დაუშვა, ბევრმა შეცდომა არ დაუშვა, ან ნაკლები შეცდომა დაუშვა. მოკლედ იარეს და საკუთარი იდენტობა შექმნეს, რასაკვირველია, მაგალითად თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბუკერიას პარტიებს შეიძლება აკრიტიკოთ ისინი, მაგრამ შექმნა საკუთარი იდენტობა. ნაცებში რომ დომოდათ მათ
დარჩენა, სულ აგირჩი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას და სხვა დარჩებოდნენ როგორმე არ გაუჭირდებოდა და არ იქნებოდნენ მეორე პლანზე მიშა სააკაშვილის ლიდერობის ქვეშ, მაგრამ ეს მათ გამოჩორკნეს ეს საკუთარი იდენტობა მეთქი აქ იგითხარით. ამიტომ მე ვეთანხმები ამასაც და ძალიან მომწონს წინადადება რომ ეს არ იქნება ესე იგი როგორ არის ან პარტიათა შესყიდვას რომელიმე პარტია ან ლიდერის გარშემო შექმნილი თუ არსებული ჯგუფი ხო დაჯგუფება. მოცემული შეთანხმება გულისხმობს რომ მონაწილე პარტიების პოზიცია ერთიანია ერთნაირები ისინი არ არიან. ისინი არიან ერთიანები. ეს გამომიძო დიდარ ქართულ ენაში არის ეს სიტყვა, ხო, ერთიანი სტრატეგია აქვს, ერთიანი ხედვები აქვს და ხედვებზე მოგახსენეთ კიდეც. ხელმოწერით ამ დოკუმენტზე ხელმოწერილი პარტიები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ რეჟიმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოინტია. არ მონაწილეობენ არც ერთ პროცესში, რაც რეჟიმის ლეგიტიმაციას ემსახურება. თუ არჩევნები დანიშნა რეჟიმმა, ეს მონაწილე პარტიები ამ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას თუ წინასწარ შეთანხმდებიან, რომ ამ არჩევნებში, რომელსაც დანიშნავს რეჟიმი, მაგალითად მიმდინარე წლის ოქტომბერში, ეს ყველაფერი ემსახურება მათ გაправებას, ანუ ქართული ოცნების ბიზნეს ივანიშვილის გაправებას. თუ ესენი ივლიან ერთიანად და იმედი მაქვს, რომ ივლიან ერთიანად, შესაბამისად 9 პოლიტიკური სუბიექტი იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს გამოვაკლდება. ან 9-ვე მიიღებს მონაწილეობას და შესაბამისად ერთიანად მიიღებს ცალკე თემაა, მაგრამ მაინც ხო? და შესაბამისად დამარცხება რეჟიმისა იქნება გარდაუვალი, მოდი ვიტყვი ასე. მშვიდობიან და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის საპროტესტო პროცესს სწორი პოინტია. მე მომწონს იურისტი თუ ქვია ამას, არ ვიცი, იმ პირის მიერ გაკეთებული ეს რემარკები, აქცენტები. მშვიდობიანი ხაზგასმით, რომ დინარაძეებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ რაღაცა სისულელები პროპაგანდას არ მიეცეს ილაპარაკონ. ხო, შესაბამის საპროტესტო რეჟიმის დამარცხების მთავარ ინსტრუმენტად მივიჩნევთ. სწორია. დიახ, რო არ ყოფილიყო მშვიდობიანი პროტესტი ამ ხნის განმავლობაში, გაგვიმარჯოს. მუშაობთ, ხო, არ იქნებოდა არაფერი. მუშაობთ რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხი. აქ მე მგონი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ კარგად ავართ წარმოდგენილი, მაგრამ უკეთადაც შეიძლება ალბათ. რა წარმოებს კამპანიას რეჟიმის ცვლილების შემდგომ გადასადგმელ აუცილებელ და მყისიერ. ბევრი ნაბიჯი ეკრება გადასადგმელი კოალიციურ მთავრობას და ასე შემდეგ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ჩამოვაყალიბებთ დემოკრატიულ და კოალიციურ ხელისუფლებას. ამ პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის. ეს ძალიან საინტერესოა. მე ცოტა გამაკვირვა, გულახდილად გეტყვით. ამავდროულად სასიამოვნოდ გამაკვირვა სალომე ზურაბიშვილის ხსენებამ და სასიამოვნოდ გამაკვირვა იმან, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თანახმა არის, როგორც ჩანს და მე მივესალმები ამას, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის კარტია, შეთანხმებული კარტია იყოს ჩაწერილი ამ დოკუმენტში. აღნიშნა იყოს ამ კარტიაზეც ამბიციური კაცია მიშა სააკაშვილი და მას არ ახსენებენ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს კი ახსენებენ და მიშა სააკაშვილი ამას დაასტანხმდა როგორც ჩანს, მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, ანუ ნაცების პოზიციას აქვე გეტყვით. მართლმსაჯულების რეფორმაზეა იმ კარტიაში ლაპარაკი და ამ შეთანხმებაშიც. უსაფრთხოების სისტემის რეფორმაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ასე შემდეგ. ახლა უყურეთ შემდეგ. ვემიჯნებით ნებისმიერ კამპანიას, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს, საკონსტიტუციო წესრიგს და სამოქალაქო მშვიდობას უქმნის საფრთხეს. ვინ უქმნის სამოქალაქო მშვიდობას საფრთხეს? მე მგონია რომ ახლა არ მინდა მაინც და მაინც ახლა რჩევები გამოვიჩე ახლა ამ პოლიტიკური ალიანსის სუბიექტთან მიმართ, მაგრამ მუდმივი პედალირება აუცილებელია, რომ ჩვენს მშვიდობას უქმნის საფრთხეს სწორედაც რომ ქართული ოცნება და სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილი. ეს ერთ-ერთი პოინტი იქნება ჩემიც, თქვენი ხარდამჭერისა და როცა ვილაპარაკებ ხოლმე ამ თემაზე, რომ ეს არალეგიტიმური არის, მაგრამ ამ პარტიას წოდებულ ბანდას ქართულ ოცნებას მშვიდობა არ მოაქვს ჩვენს ქვეყანაში. პრინციპში მე ახლა პარტიებს კი არ ვესაუბრები, არამედ უფრო ვესაუბრები ჩემს მაყურებელს, რომელიც ჯერაც ფიქრობს, რომ ბიზინა ივანიშვილი არის მშვიდობის გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციის ალიანსის ქცევის ორ პუნქტს გადავახტე. ქცევის კოდექსი. ეს კოდექსი ეყრდნობა ეროვნული და დემოკრატიული პარტიების ერთობლივ დეკლარაციას. კოდექსის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული პარტიების სტრატეგიულ ერთიანობას. პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის პრინციპები. პირველი, ანუ ერთ-ერთი.
მუხლი. თანამშრომლობა გულისხმობს ხელმძღვანელობას საერთო წესებით, საერთო ბიზნესისთვის და არა განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების სრულ თანხმედრას შეხედულებებში. პერფექტ მეთქი ვიტყვი ასე არ ხართ თქვენ ერთიანები, საერთო ხედვები არ გაქვთ გარკვეულ საკითხებში. ესეც უნდა იყოს. ეს არამე განსაკუთრებულად კი არ წერენ ეს პარტიები. არამედ ესეც უნდა იყოს. არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო მოხლია, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. აქაც არ მინდა ახლა მიშა სააკაშვილის ხსენება, მაინც და მაინც, მაგრამ აქაც ესეთი კენჭია მიხეილ სააკაშვილის დოსტანში მეთქი ასე ვიტყვი, მე მიხარია რომ ეს კენჭია და მიხარია რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს ამ კენჭს, ამ შენიშვნას არ ვაკადრებ. ხო, ამ რეალობას ეგუება. არ არის ის ერთპიროვნული ლიდერი, უზარმაზარი წვლილი აქვს ჩვენს ქვეყნის სახელმწიფოებრივობაში, მაგრამ აღარ არის თუნდაც ასე ვიტყვი ერთპიროვნული ლიდერი და არც უნდა იყოს. ძალიან ძნელია ჰორიზონტალური სისტემით სიარული 9 პარტიის კი 2 პარტიის ერთობაა ძნელი ჩვენ სინამდვილეში მართლა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძნელია, სწორედ ეს არის გამარჯვების ფორმულა. როცა არ აყავს ჩვენ ლიდერი გამოკვეთილი და მის გარშემო არტყიელებს და ის რასაც ამბობს ყველაფერი სიმართლეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კი ჩვენ სინამდვილეში გამსახურდია შევარდაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, სწორედ ლიდერების გარშემო იკრიბებოდნენ, მაგრამ იქნება და ისტორიის ახალი ეტაპი დგება, იქნება კი არა მე მგონი რომ დადგა, ან უნდა დადგეს, თუნდაც ასე ვიტყვი, როდესაც ჰორიზონტალურ შეთანხმებით, კომპრომისით, ამ პარტიებს შორის კომპრომისი, უკან დახევით, სწორი სტრატეგიით, რაღაცის სანაცვლოდ, რაღაცის მიღებით, კარგი კონტაციით მიდის წინ პროცესი. როდესაც ერთი პირი დგას ცენტრში, ის იღებს გადაწყვეტილებას განა არა, მაგრამ ჯერ ერთი ყველაფერი მას ეტენება, მერე იცდილობს, ბოდიში ამ სიტყვისთვის, მერე იცდილობს პასუხისმგებლობის, მერე სხვაზე დაკისრებას და შეცდომის ალბათობაც არის მაღალი, აკი დაადასტურა ყველამ, გამსახურდიამაც, პატივისცემის მიუხედავად, შევარდნაძემაც, მიხეილ სააკაშვილმაც და ბიძინა ივანიშვილმაც თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ამასთან ჩრდილშია ეს კაცი, იცით თქვენ. ყველა ხელმომწერი პარტია აღიარებს ერთმანეთის ლეგიტიმურ თანასწორ აქტორად რუსული ოლიგარქიული რეჟიმისაგან ქვეყნის გათავისუფლებამდე ქცევის კოდექსის დარღვევა ჩაითვლება ამ კოდექსის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიის საჯარო დელეგიტიმაცია რეჟიმთან და საქართველოს გარემტკეპთან გარიგების ბრალდებით. ანუ ერთმანეთს რო აბრალებენ ტიპები, რომ ისე შეხარ რუსეთის აგენტი, ან შენ ფული აიღე ბიძინა ივანიშვილისაგან, ან ასე შემდეგ, ეს აღარ იქნება. მივესალმები ამასაც. თუმცა ეს არ არის ხაზგასმით ვამბობ, პრევენცია, ეს ჯერაც არ არის პრევენცია, რომ პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი არ გაურიგდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, არავის არ მიმყავს ახლა აქცენტებს არავის მისამართით არ ვსვამ, მაგრამ ამის საფრთხე ჯერაც არსებობს, იმიტომ რომ ძლიერია ის ფული, ძლიერი ოლიგარქია, იცით თქვენ. და ყოველთვის ექნება ბევრს, ან ზოგს სტუნება, რომ ფული აიღოს ბიძინა ივანიშვილისაგან და ამის გადაზღვევის მექანიზმები უნდა არსებობდეს ფული აუღია კაცო, მაგრამ რომ უნდა გააგდო მე ამ 9 პარტიისაგან შემდგარი ალიანსი, ეს გასაგები ეს იქოს არ ჩანს, მაგრამ არ ვიცი, მე მგონი რომ ეს გამოჩნდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. პოლიტიკური პასუხისმგებლობის სტანდარტი ხელმომწერი პარტიები, რომელთა ლიდერების პოლიტიკურ პატიმრობაში ან დევნილობაში არიან, იღებენ პასუხისმგებლობას და აქ ლაპარაკია იმაზე, რომ დელეგირებას უკეთებს იმ ადამიანებს, მაგალითად ელენე ხოშტარია, მაგალითად შუშანას უკეთებს დელეგირებას და ეუბნება, რომ ეხლა შენ წარმოადგენ პარტიას დროა. საპროტესტო პროცესზე პასუხისმგებლობის სტანდარტი ხელმომწერი პარტიები ვალდებულებას იღებენ არ გადადგან ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს ან შედეგად გამოიწვევს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას. სუსტია და სწორია სამართლიანი კონკურენცია, კოდექსთან შედაბასება და ასე შემდეგ. მოკლედ 25 წუთი ამოიწურა აბაცომაში ჩემი ვიდეო ბლოგისა. გაგვიმარჯოს. გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ახლა სახელების და გვარების დაუსახელებლად მე არ დავასახელებ, კვლავ მიმეორებ. მე მოვუწოდებ კი არა, მე ვისურვებდი, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა პერსონამ
საკუთარი ამბიციები დაიცხროს ერთია, მაგრამ ნუ დაუცხრია თუნდაც ეს საკუთარი ამბიციები, ფორმები ურთიერთობისა, კომუნიკაციისა, ამ საპროტესტო მთლიან მოძრაობაში ყოფნის, შეარჩიონ და ახვეწონ, დააბალანსონ და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ, რომ ეს ალიანსი იყოს მუდმივი არაფერი არ არის, მაგრამ ხანგრძლივი რო იყოს, ვიდრე ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟამდე. მოკლედ მივესალმები ამ ყველაფერს დეტალურად განვიხილებთ, კი ახლა ასე გამომივა, არ ვიცი განიხილა თუ არა რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა დეტალურად. ბოდიში ამასაც ვიტყვი. კრიტიკა არ მიიღოთ მაინც და მაინც. გუშინ იყო საოცარი კადრი, ჩემი მოსაზრებით, მედიის წინაშე ესე თქოს პოდიუმზე გამოდიანო, ჯერ გვარამია გამოვიდა და ბოლოს ვინ გამოვიდა, არ ვიცი. მე მგონია რომ უნდა ასხივებდეთ, იმ თავითვე უნდა გამოგესხივებინათ ერთობა და ერთად უნდა დამდგარიყავით. ეხლა ეს პოდიუმზე ჩამოსვლები, მე გულახდილად გეტყვით, არ მომეწონა. ანუ უმალს ჯობდა რომ ერთად ერთობლივი ბრიფინგი ყოფილიყო, დამსხდარიყავით თუ დამდგარიყავით ერთად და გაეკეთებინათ ერთობლივი განცხადება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ასე არ მოხდა, პოდიუმზე გამოხვედით, პოდიუმზე სვარქმევ თქვენის ნებართვით, ჩამოხვედით, გმიეცით კომენტარი, პრინციპში ყველა ერთი და იგივე რამ თქვა და მე გაბრუნდით ამ შეხვედრაზე. უკვე შემდგომი ამგვარი ერთობლივი განცხადება ერთად რომ გახართ ამგვარი ეგრეთ წოდებული კარწინკა, სურათი, კადრი იყო თუ არა სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი. არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა იყო და ამიტომ თუ ესე იყო, მაშინ გიბოდიშე. ერთიანობის სულისკვეთება უნდა გამოვაჩინოთ, მათ შორის ემოჯების, გამგები გაიგებს, ემოჯების, აი სმაილიკების მიხატვით საკუთარ სტატუსებზე. ხო, ჩვენ ყველანი ერთად ვართ, დამოუკიდებლად იმისა, რა გაუგებრობები იყო ჩვენ შორის, ნუ დავესხმებით თავს ერთმანეთს, ესეც მნიშვნელოვანია ქცევის კოდექსის. მე არა ვარ ხელმომწერი ცხადია, მედი არ არის ხელმომწერი ცხადია, მაგრამ დავესხმებით მათ შორის მედიასაც. თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიაროთ ერთად, ვიყოთ ერთად და ერთად, ოღონდ არაერთნაირები, არამედ ერთად მყოფები ხას უსვამ და ჩვენ ასაკვირველია მოვახერხებთ დემონტაჟს ბიზნე ივანიშვილის რუსული რეჟიმისა, ბევრი საქმე გვაქვს, ბევრი საქმე გაქვთ, თუ გნებავთ ესე ვიტყვი, მაგრამ პირველ პირშიც ვიტყვი. ბევრი საქმე გვაქვს, გქონდეთ უშუალოდ ჩემი ხარდაჭერის იმედი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალკეულ შემთხვევებში მე არ გაგაკრიტიკებ, მაგრამ მეც და თავად დავხვეწ გარკვეულ შემთხვევებში, კი არა, უმრავლეს შემთხვევაში და ყოველთვის, ალბათ უფრო სწორი სიტყვა, ფორმებს თქვენი κρიტიკისა, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ გადავარჩინოთ ეს სახელმწიფო და არა მოვიდეს ერთიანი თუ კოლექტიური, თუ ცალ-ცალკე, თუ სხვა სახელით, თუ რაღაცა ნაციონალური მოძრაობა, ან დრო, ან ფედერალისტები, ან ავიც კიდე ვიც არის ამ პოლიტიკურ ალიანსში, რომელსაც ხაზგასმით ვამბობ, მივესალმები. ნახვამდის, მადლობა.